შესანიშნავ შვიდეულს წარმოგიდგენთ საჩხერის მუნიციპალიტეტი, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, საჩხერის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო და სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია. შესანიშნავი შვიდეული ეთერში დაბრუნდა. მოგესალმებით ყველას. წელსაც გასული წლების მსგავსად ჩვენი მასპინძელია საჩხერის კულტურის ცენტრი. ვიდრე დღეს მონაწილე გუნდებს გაგაცნობთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს შესანიშნავი შვიდეულია და მე მისი წამყვანი მარიამ თაბაგარი ვარ. დღეს ჩემი დებიუტია და იმედი მაქვს დღევანდელი ეთერი ჩემთვისაც და თქვენთვისაც წარმატებით ჩაივლის. სანამ უშუალოდ კითხვების დასმაზე გადავიდოდეთ, მოდით გავიცნოთ დღევანდელ თამაშში მონაწილე გუნდები. ორღულის საჯარო სკოლის გუნდი ნიკე. მოგესალმებით, ჩვენ ვართ ორღულის საჯარო სკოლის გუნდი ნიკე. მე გუნდის კაპიტანი სალომე გრძელიშვილი. ჩვენი გუნდის წევრები არიან ძინძიბაძე ლევანი, გრძელიშვილი გურამი, ჭიღლაძე ნათია, მაჭავარიანი სალომე, გრძელიშვილი გიორგი, ძინძიბაძე შევთა. ჩვენი სკოლის დირექტორი მარინა მწყერაშვილი. მე ვიცი, რომ დღეს თქვენი დებიუტია. მოდით გვიამბეთ რაიმე თქვენი სახელის შესახებ. გამარჯვების ქალღმერთია ნიკე. კი ბატონო, გისურვებთ გამარჯვებას და წარმატებებს. ჭალის საჯარო სკოლის გუნდი ალბატროსი. მოგესალმებით, მე ვარ ჭალის საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანი მარიამ ცხადაძე. ნინო მიხელიძე, ნანა გუსიანი, ნატალია ფურცელაძე, ჯაბო ახლედიანი, ზურა ბერიძე. ჩვენ გუნდია ალბატროსი დირექტორი გელე ჭყინაძე. კი ბატონო, გისურვებთ წარმატებებს. ჩიხის საჯარო სკოლის გუნდი მინერვა. მოგესალმებით, ჩვენ ვართ ჩიხის საჯარო სკოლის გუნდი მინერვა. ჩემი გუნდის წევრები არიან თეკლე ჭიღლაძე, მარიამ მწყერაშვილი, ლალი იაკობაშვილი, გიორგი წუხიშვილი, ნოდარი კაპანაძე, ირაკლი ფარქოსაძე და მე გუნდის კაპიტანი ირმა ჭიღლაძე. რას გვეტყვით თქვენი სახელის შესახებ? მინერვა რომაული მითოლოგიის თანახმად არის გამარჯვების და სიბრძნის ქალღმერთი. დიახ, გისურვებთ წარმატებებს. სვიტორის საჯარო სკოლის გუნდი ფრთები. მოგესალმებით, ჩვენ ვართ სვიტორის საჯარო სკოლის გუნდი ფრთები. მე ვარ ამ გუნდის კაპიტანი ცოდნე ზაბახიძე. ჩვენი გუნდის წევრები არიან აგრეთვე ზურა სუძიძე, მაიკო ცვიტიშვილი, ელენე შეღლაშვილი, ანა შეღლაშვილი, ნინო შეღლაშვილი და ციელა ზაბახიძე. მე მინდა აღნიშნო, რომ ეს ჩემი ყოფილი გუნდია, მე მისი კაპიტანი ვიყავი და არ დამალავ ძალიან გულშემატკივრობ მათ. მოდით გვითხარით თქვენი გუნდის სახელწოდების შესახებ ორიოდე სიტყვა. ჩვენი გუნდის სახელწოდება, როგორც მოგახსენეთ, ფრთები და ჩვენთვის ეს არის წინსვლის სიმბოლო. იმედია წინსვლას მივხვდით. წარმატებებს გისურვებთ. სარეკის საჯარო სკოლის გუნდი ბორჯღალი. გამარჯობა, ჩვენ ვართ სარეკის საჯარო სკოლის გუნდი ბორჯღალი. ჩემი გუნდის წევრები არიან აბჟანდაძე ნათია, აბჟანდაძე მარი, აბრამიშვილი პეტრე, ჭიღლაძე ნათია, კობახიძე მარი, მალხაზი აბრამიშვილი და მე გახლავართ ამ გუნდის კაპიტანი გავაძე ირაკლი. გაქვთ თუ არა გამოცდილება თამაშის და როგორ მოგწონთ შესანიშნავი შვიდეული? რა თქმა უნდა, გამოცდილება გვაქვს, პრაქტიკა გაგვაჩნია ამ თამაშის. შარშან საერთაშორისო წარმატებულად ვასპარეზობთ აქ. ფინალში დაწვიყავით, თუმცა წავაგეთ იქ, მაგრამ გამოცდილება გაგვაჩნია. რაც შეეხება ამ თამაშს, მივესალმები ამ თამაშს, რა თქმა უნდა, ჩვენ პრაქტიკას ამაღლებს, წიგნიერებას ამოწევს ბავშვებს და უფრო განათლებულს და ინტელექტუალებს ჩამოყალიბებს შემდგომში მე ვფიქრობ. გისურვებთ წარმატებებს. მოვედით ისევ დებიუტანტ გუნდ ნიკესთან, საირხის საჯარო სკოლა. ჩვენ ვართ საირხის საჯარო სკოლის გუნდი ნიკე. ჩვენი დირექტორი არის ეკაკ ენოქიძე. წარმოგიდგენთ ჩემს გუნდს, დრამაზ ნიპარიშვილი, ვასოში კაკიდე, ხატია ენოქიძე, მზია გრძელიშვილი, თამარ ყურტანიძე, სოფო გრძელიშვილი და მე გუნდის კაპიტანი გიორგი მესხი.
ისურვებს წარმატებებს. მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის მხარდამჭერია საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. პროექტი ხორციელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის პატრონაჟით და პროექტის ორგანიზატორია სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია. თამაში დროა დავსვათ პირველი კითხვა ყურადღებით. ერთი თანამედროვე ხუმრობის თანახმად X-ის საბავშვო ვერსიაში წერია, რომ თოვლისპაპა არ არსებობს და რომ ბავშვები ყარყატებს არ მოჰყავთ. ყურადღება კითხვა. რომელი 500-ია გამოტოვებული შეკითხვაში? დრო. შეკითხვისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, ვუსმენთ ორღულის საჯარო სკოლის გუნდ ნიკეს. ამ კითხვაზე უპასუხებს შოთიკო ძინძიბაძე. ჩვენი ასეთ არის წიგნი, მაგრამ არ ვიცით რამდენად ზუსტია. რატომ გადაწყვიტეთ ეს პასუხი დაგეფიქსირებინათ? საბავშვო წიგნის. პასუხი მიღებულია. ჭალის საჯარო სკოლის გუნდი ალბატროსი. პასუხს გაცემს ანა კუსიანი. ჩვენი სავარაუდო ვერსია არის მითით, ზუსტად ვერ გეტყვით. როგორ? მითი. რატომ დააფიქსირეთ ეს პასუხი? ვისი იდეა იყო? კაპიტნის და ჩვენს თავით ახმეთ. პასუხი მიღებულია. ჩიხის საჯარო სკოლის გუნდი მინერვა. გვიპასუხებს ირაკლი ფარხოცაძე. ჩვენ გქონდა რამოდენიმე სავარაუდო პასუხი, მაგრამ ავირჩიეთ შაირი მაინც. ზუსტად არ ვიცოდით და შაირი გადავწყვიტეთ. პასუხი მიღებულია. სხვიტორის საჯარო სკოლის გუნდი ფრთები. ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს ელენე შეღლაშვილი. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ წიგნის საბავშვო ვერსიაში, რადგან თოვლისპაპად დაკავშირებული იყო, უფრო ბავშვებთან და წიგნში წერია ერთად მასეთი ზღაპრების შესახებ და მასეთი რაღაც. თქვენი აზრით წიგნში წერია, რომ თოვლისპაპა არ არსებობს? ან ზღაპარი იქნებოდა, ან მოთხრობა რაიმე. როგორ არ ეწერება? აბა სადწერთ. პასუხი მიღებულია. სარეკის საჯარო სკოლის გუნდი ბორჯღალი. სამწუხაროდ ამ კითხვაზე არ გვაქვს სწორი პასუხი. არაფერი არ დაგიფიქსირებიათ? არ დავაფიქსირეთ, ანუ ზოგადად ვერ გავიგეთ კითხვის არსი. და შესაბამისად ამ პასუხი მქონდა. ძალიან ცუდი ჯობია, საერთოდ არ დაწერას, რაიმე დაწეროთ ხოლმე. საირხის საჯარო სკოლის გუნდი ნიკე. კითხავს პასუხებს საფუძველიშვილი. ჩვენ დავაფიქსირეთ წიგნი. ნუსხა ვერსია არ გქონდა და აქედან გამომდინარე დავწერეთ ეს სიტყვა. პასუხი მიღებულია. ერთი თანამედროვე ხუმრობის თანახმად X-ის საბავშვო ვერსიაში წერია, რომ თოვლისპაპა არ არსებობს და რომ ბავშვები ყარყატებს არ მოჰყავთ. სწორი პასუხია ვიკილიქსის საბავშვო ვერსიაში. ადგილობრივი ხელისუფლება მხარს უჭერს მოზარდი თაობის სწრაფვას წიგნის სიყვარულისაკენ. მიესალმება მათ ჩართულობას ინტელექტუალურ შოუში და სწორედ ამიტომ კითხვა, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ივანე გოშაძემ მოგვაწოდა. ყურადღებით მეორე შეკითხვა. ბრიტანელმა ექიმმა რობერტ მაკკორმაკმა ერთ-ერთ კონფერენციაზე თქვა:
დასანანია დაკარგო ცხოვრების 1/3 ამაში. მაგრამ რასიზამ ეს აუცილებელია. ყურადღებით შეკითხვა. დაასახელეთ ის, რაც აუცილებელია ექიმის აზრით. დრო შეკითხვისათვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მოდით მოვუსმინოთ დებიუტანტ ნიკეს. ამ კითხვაზე პასუხს გაცემს გრძელიშვილი გიორგი. ჩვენ დავაფიქსირეთ ძილი, იმიტომ რომ ნორმალურ ადამიანს უნდა ეძინოს 8 საათი და 24 საათის 1/3 არის ძილი, ამიტომ დავაფიქსირეთ. საკმაოდ საინტერესო პასუხია ჩემი აზრით. წარმატებებს გისურვებთ. ჭალის საჯარო სკოლის გუნდი ალბატროსი. პასუხს გაცემს ჯამბულ ახვლედიანი. ჩვენი აზრით ეს პასუხი არის ძილი. რატომ გადაწყვიტეთ? თქვენ 1/3 ცხოვრებისას ამაში კარგავთ? კი, ნამდვილად აუცილებელია. პასუხი მიღებულია. ჩიხის საჯარო სკოლის გუნდი მინერვა. კითხვაზე გვიპასუხებს გიორგი ცუხიშვილი. ჩვენც დავაფიქსირეთ ძილი, რადგან ადამიანს ძინავს თავისი დღის 1/3. გიყვართ ძილი? კი. პასუხი მიღებულია. სხვიტორის საჯარო სკოლის გუნდი ფრთები. ამ კითხვაზე პასუხს გაგცემს ნინო ჭიღლაძე. ჩვენ დავაფიქსირეთ ძილი. პასუხი მიღებულია. სარეკის საჯარო სკოლის გუნდი ბორჯღალი. მე გიპასუხებთ ამ კითხვაზე, ეს არის მე მგონი ძილი. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ძილია? მინდა აღვნიშნო ორგულის პასუხის საკმაოდ საინტერესო პასუხის. ჩვენც იგივე აზრზე ვართ, ანუ 1/3 ნორმალურ ადამიანს სადღაც ცდასულ ადამიანს 8-დან 10 საათამდე უნდა ეძინოს და 1/3 ზუსტად ყველანაირ ლოგიკაში ჯდებოდა. ისედაც გვახსოვდა, რომ ამას გულისხმობდა. წერა. პასუხი მიღებულია. საირხის საჯარო სკოლის გუნდი ნიკე. ამ კითხვაზე პასუხს გაცემს ხატია ქველაძე. ჩვენ გადავწყვიტეთ ძილი. რატომ? აი, აქ ნახსენები იყო, რომ დროის დაკარგვაზეა, თქვა ფიქრობ, რომ ძილში იკარგება დრო. პასუხი მიღებულია. როგორც ხედავ, საკმაოდ იღბლიანი შეკითხვა იყო, რადგან ყველა გუნდმა სწორად გასცა პასუხი ამ შეკითხვას. სწორი პასუხია ძილი. ცნობილია, რომ ამერიკელებს ძალიან უყვართ სოციოლოგიური გამოკითხვები, მაგრამ უყვარდა თუ არა უოლტ დისნეის ქიმია? ამას ამ კითხვის პასუხის შემდეგ გავიგებთ. ყურადღებით მესამე შეკითხვა თამაშში. სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ბევრი ამერიკელი თვლის, რომ ამ ქიმიურ ელემენტს სახელი ეწოდა უოლტ დისნეის პოპულარული პერსონაჟის პატივსაცემად. 1 წუთის შემდეგ მითხარით, რა ელემენტია ეს?
შეკითხვისათვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, ვუსმენთ ორღულის საჯარო სკოლის გუნდ ნიკეს. სამწუხაროდ ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. არანაირი ვერსია არ გქონდათ? რატომ ასე მწყრალად ხართ განწყობილი მულტფილმებისადმი? რავი, არც ისე, მაგრამ სამწუხაროდ ვერსია არ მოგდიოდა რა თავში. ძალიან სამწუხაროა. ჭალის საჯარო სკოლის გუნდი ალბატროსი. ამ კითხვას პასუხებს ზურაბერიძე. ჩვენი აზრით ეს ელემენტი არის ვოლფრამ. ბატონო? ეს ელემენტი არის ვოლფრამ. რატომ? რომელი პერსონაჟია დისნეის ვოლფრამთან დაკავშირებული? რავი, ეს ბახში. პასუხი მიღებულია. ჩიხის საჯარო სკოლის გუნდი მინერვა. ამ კითხვაზე პასუხს გავგცემს ნოდარი კაპანაძე. პლუტონიუმი რა თქმა უნდა. და პერსონაჟი? პლუტო, ძაღლი პლუტო. პასუხი მიღებულია. სხვითორის საჯარო სკოლის გუნდი ფრთები. ამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ მაიკოც კიდიშვილი. ჩვენ დავაფიქსირეთ პლუტონიუმი, რადგან დისნეის ერთ-ერთი პერსონაჟია პლუტო და ძაღლი და ამიტომ დავაფიქსირეთ პლუტონიუმი. კი ბატონო, პასუხი მიღებულია. სარეკის საჯარო სკოლის გუნდი ბორჯღალი. იგი პასუხობთ ისევ ამ კითხვაზე. სწორი პასუხია პლუტონიუმი, მაგრამ ერთ აღნიშნავ რომ იქ შეცდომით დავაფიქსირეთ პასუხი და ალბათ არ ჩაგვეთვლება, მაგრამ ცუდად დავწერეთ ჩვენი დაუდევრობის გამო. სამწუხაროა. სასაცილოც კი დავწერეთ. კარგი, გისურვებთ წარმატებას. საერხის საჯარო სკოლის გუნდი ნიკე. ამ კითხვაზე პასუხს ავსგოს ხათია ყველაძე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის პლუტონიუმი. პასუხი მიღებულია. მე მინდა გაჩვენოთ უოლტ დისნეის ის პერსონაჟი, რომლის პატივსაცემადაც ამერიკელების აზრით შეიქმნა ეს ელემენტი და ალბათ სწორ პასუხს ყველანი მიხვდებით. ეს არის პლუტო. სწორი პასუხია პლუტონიუმი. მოიკრიბეთ ძალები მეოთხე კითხვისთვის და მოისმინეთ ყურადღებით. კითხვის ავტორმა შენიშნა, რომ პითაგორას ხსენებისას როგორც წესი სამკუთხედზე ვფიქრობთ, თუმცა ზოგიერთ შეიძლება ჰამილტონიც გაახსენდეს. რა შევცვალეთ სიტყვით პითაგორა? შეკითხვისათვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, ვუსმენთ ორღულის საჯარო სკოლის გუნდ ნიკე. კითხვას უპასუხებს გურამი გრძელიშვილი. ამ კითხვაზე დავაფიქრეთ ჩვენ თეორემა. თეორემა? რატომ თეორემა თქვენი აზრით? გუნდის გადაწყვეტილებით თეორემა. სამკუთხედთან დაკავშირებით ალბათ ეს გაგახსენდათ. პასუხი მიღებულია. ჭალის საჯარო სკოლის გუნდი ალბატროსი. პასუხს მე თან გავცემ, ჩვენ დავაფიქსირეთ პირამიდა. ეს დაკავშირებულია სამკუთხედებთან. პირამიდა. საკმაოდ საინტერესო და ლოგიკური პასუხია, გისურვებთ წარმატებას. პასუხი მიღებულია. ჩიხის საჯარო სკოლის გუნდი მინერვა. ჩვენი გუნდიდან უპასუხებს მარიამ მწყერაშვილი. ჩვენ დავაფიქსირეთ ბერმუდის სამკუთხედი, რადგან ასოციაცია გავაკეთეთ სამკუთხედთან და შესაბამისად ჰამილტონიც დავაკავშირეთ როგორღაც ბერმუდის სამკუთხედთან. ხომ არ იცით რა არის ჰამილტონი? არ გვახსოვს სამწუხაროდ. პასუხი მიღებულია. სხვითორის საჯარო სკოლის გუნდი ფრთები.
ჩვენ ეს დავაკავშირეთ მოტოციკლთან. რატომ მოტოციკლთან? ძალიან უცნაური პასუხია. რატომ არის უცნაური? ჰამილტონი ხო მოტოციკლების ყველა ერთ-ერთი ცნობილი ეს არის. წარმოებელი ფირმა. საინტერესო პასუხია. პასუხი მიღებულია. სარაკის საჯარო სკოლის გუნდი ბორჯღალი. მე იგი პასუხობ ისე ამ კითხვას დავწერეთ ბერმუნდი ჩვენ. რატომ ბერმუდი? ანუ ერთ სამკუთხედის ერთ-ერთი სამკუთხედი შევიწროეთ ბერმუნდი სამკუთხედთან. ზუსტად დარწმუნებული არ ვარ ამ კითხვის ისტორიაში, მაგრამ ერთ-ერთი ვერსია ეს იყო და ავარჩიეთ. საინტერესოა. გისურვებ წარმატებას. საირხის საჯარო სკოლის გუნდი ნიკე. ამ კითხვაზე უპასუხებს თამარ კურტანიძე. ჩვენ დავაფიქსირეთ პირამიდა. რატომ პირამიდა? სამკუთხედთან ხო კიდევ ბევრი რამეა დაკავშირებული. კი, მაგრამ სამწუხაროდ სხვა ვერსია არ გვქონდა. პასუხი მიღებულია. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ საინტერესო ვერსიები იყო ამ კითხვასთან დაკავშირებით, თუმცა მხოლოდ ორმა გუნდმა გასცა ამ კითხვაზე სწორი პასუხი. სწორი პასუხია ბერმუდის სამკუთხედი. უკვე მოვისმინეთ 4 კითხვაზე პასუხები. ახლა დროა გადავხედოთ რეიტინგს, თუმცა მანამდე რეკლამა იმერვიზიის არხზე. შესანიშნავ შვიდეულს წარმოგიდგენთ საჩხერის მუნიციპალიტეტი, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, საჩხერის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო და სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია. შესანიშნავ შვიდეულს წარმოგიდგენთ საჩხერის მუნიციპალიტეტი, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, საჩხერის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო და სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია. ეთერში ვართ. 4 კითხვის დასმის შემდეგ რეიტინგი ასეთია. ორღულის საჯარო სკოლის გუნდი ნიკე 1 ქულა. ჭალის საჯარო სკოლის გუნდი ალბატროსი 1 ქულა. ჩიხის საჯარო სკოლის გუნდი მინერვა 3 ქულა. სხვითორის საჯარო სკოლის გუნდი ფრთები 2 ქულა. სარეკის საჯარო სკოლის გუნდი ბორჯღალი 3 ქულა. საირხის საჯარო სკოლის გუნდი ნიკე 2 ქულა. მოიკრიბეთ ძალები, თქვენ ახლა მთელი ქალაქი, სკოლა, უბანი, მეგობრები, ოჯახი, თქვენი პედაგოგები და თითოეული ტელემაყურებელი გულშემატკივრობთ. თამაში დროა დავსვათ მეხუთე კითხვა ყურადღებით. ცოტა ხნის წინ ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში გაიხსნა მუზეუმი, რომლის ექსპონატებს შორის შეხვდებით რეაქტიულ სკუტერს, მოტოციკლს ვერტმფრენის ტურბინებით, ვერტმფრენისა და თოვლმავლის ჰიბრიდს, შავ ვოლგასა და ტანკ T-55-ს. 1 წუთის შემდეგ მითხარით, ვის ეძღვნება ეს მუზეუმი? დრო.
შეკითხვისათვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მოდით მოვუსმინეთ ორღულის საჯარო სკოლის გუნდ ნიკეს. კითხვაზე უპასუხებს ძინძიბაძე ლევანი. ჩვენ გადავწყვეტეთ ინგლისის დედოფალი, რადგან ვერსიები არ ქონდა და მოიცავთ. საინტერესოა, ინგლისის დედოფალი თქვენი აზრით ტანკს იყენებდა? არა. პასუხი მიღებულია. ჭალის საჯარო სკოლის გუნდი ალბატროსი. კითხვას მოვაპასუხებ, რადგან არ ქონდა ჩვენ პასუხი, დავაფიქსირეთ ჯეიმს ბონდი. ეს გადავწყვეტ. ძალიან საინტერესოა. წარმატებებს გისურვებთ. პასუხი მიღებულია. ჩიხის საჯარო სკოლის გუნდი მინერვა. ჩვენ დავაფიქსირეთ სალვადორ დალი, მაგრამ სამწუხაროდ მე მგონი შევცდით. თქვენი აზრით სალვადორ დალი შეეძლო ვოლგა გამოეყენებინა, ან თუნდაც ვერტმფრენი რაში დასჭირდებოდა, ხომ არ ხატავდა? სალვადორ დალის შემოქმედება მოიცავს ისეთ ნამუშევრებს, რომლებშიც სიურეალიზმი ერთმანეთში შერწყმული რაღაც ფორმებია გამოყვანილი მის ნამუშევრებში და შესაბამისად დავაკავშირეთ ამასთან, რომ გაერთიანებულია. საკმაოდ საინტერესო პასუხია, მიღებულია. სხვითორის საჯარო სკოლის გუნდი ფრთები. ჩვენ პასუხს გავგვაცნობ ციელა ზაბახიძე. ჩვენ დავაფიქსირეთ ჯეიმს ბონდი. საკმაოდ საინტერესო პასუხია. როგორ მიხოდით ამ დასკვნამდე? თან ახალი კინო გადაიღო და ძალიან აქტუალური. ყველაფერი ამ ფილმში არის მოცემული, გამოყენებული. ახლა ვერტალიოდი გამოაგებოდა ჯეიმს რა თქმა უნდა. პასუხი მიღებულია. სარეკის საჯარო სკოლის გუნდი ბორჯღალი. ამ კითხვაზე ორი ვერსია გვქონდა. ერთი იყო, რომელსაც ვფიქრობ, რომ სწორია ჯეიმს ბონდი, მაგრამ დავწერეთ დავინჩი. მაგრამ რატომ არ ვიცით. კარგი, პასუხი მიღებულია. საირხის საჯარო სკოლის გუნდი ნიკე. სამწუხაროდ ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. არ გაქვთ, საერთოდ არანაირი ვერსია არ გქონიათ? პასუხი მიღებულია. აი სწორედ ამიტომაცაა, რომ საერთოდ არ დაწერა, ჯობია რაიმე ისეთი ვერსია დაწერო, რაც პირველი მოგივა თავში. ამ კითხვაზე სწორ პასუხს გვეტყვის ჭალის საჯარო სკოლის გუნდი ალბატროსი. ჯეიმს ბონდი. მეექვსე კითხვა კი ასე ჟღერს. 1843 წელს სარატოგა სპრინგსში მდებარე რესტორნის ერთ სტუმარს არ მოეწონა ზედმეტად სქლად დაჭრილი კერძი და შეფ-პოვარს უსაყვედურა. გამწარებულმა მზარეულმა ისეთ ხლად დაჭრა საჭმელი, რომ უკმაყოფილო მომხმარებელმა დანაჩანგლის ხმარებაც კი ვერ მოახერხა. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ასე შეიქმნა ეს. ერთი წუთის შემდეგ მიპასუხეთ, რაზეა საუბარი შეკითხვაში. შეკითხვისათვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, დრო მოვუსმინეთ ორღულის საჯარო სკოლის გუნდ ნიკეს. ამ კითხვაზე სწორ პასუხს გასცემს ნათია ჭიღლაძე. ჩვენი პასუხია ჩიფსი. რატომ გადაწყვეტეთ ჩიფსი? უნდის გადაწყვეტილება იყო ალბათ შევთანხმდით. ჩიფსი არის ძალიან თხელი. კი ბატონო, გიყვართ ალბათ ჩიფსები და იმიტომ. პასუხი მიღებულია. ჭალის საჯარო სკოლის გუნდი ალბატროსი. ამ კითხვაზე პასუხს გასცემ ძინო მიხელიძე. ჩვენ ამ კითხვას დავაფიქსირეთ ჩიფს. უფროსები ხშირად ამბობენ, რომ ბევრი ჩიფსი მავნებელია ორგანიზმისთვის და თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? ვინაიდან გვიყვარს, მაინც ჭამთ, მაგრამ შესაძლოა იყოს კიდევაც მავნებელი. პასუხი მიღებულია.
ჩიხის საჯარო სკოლის გუნდი მინერვა. კითხვაზე უპასუხებს ლალი იაკობაშვილი. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით ამ კითხვაზე სწორი პასუხია ჩიფსი. პასუხი მიღებულია. სხვითორის საჯარო სკოლის გუნდი ფრთები. ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს ზურას სუთიძე. ჩვენი აზრით ეს არის კარტოფილი ფრი. კარტოფილი ფრი. და რატომ ესეთი გადაწყვეტილებამდე მივედი. არა მგულად, არამედ წვრილად და კლასთან. პასუხი მიღებულია. ფართობიდან გამომდინარე შესაძლებელი რომ ჩანგალი ჩაერთოს იმას და წვრილს ვერ ჩაას. მიღებულია პასუხი. სარაკის საჯარო სკოლის გუნდი ბორჯღალი. აქ დავწერეთ ჩიფსი. მაგრამ მოკლედ. პასუხი მიღებულია. საირხის საჯარო სკოლის გუნდი ნიკე. ამ შეკითხვას უპასუხებს თამარ კურტანიძე. ჩვენ დავაფიქსირეთ პასუხი პიცა, თუმცა ერთ-ერთმა მონაწილეებს ოდნავ მოგვიანებით დაწერიდან ოდნავ მოგვიანებით მოგვაწოდა პასუხი, რომელზედაც ვფიქრობთ, რომ 100%-ით არის სწორი და ეს არის კარტოფილი, თუმცა დაფიქსირებული გვაქვს პიცა. პასუხი მიღებულია. 1853 წელს სარატოკას სპრინგში მდებარე რესტორანში შეიქმნა ჩიფსი. და ეს მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის კარტოფილი ფრი, ეს არის ჩიფსი. სანამ რეიტინგს გაგაცნობდეთ, მანამდე მცირე სარეკლამო ჭრა იმერვიზიაზე. არ გადართოთ, სულ მალე დავბრუნდებით. შესანიშნავ შვიდეულს წარმოგიდგენთ საჩხერის მუნიციპალიტეტი, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, საჩხერის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო და სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია. შესანიშნავ შვიდეულს წარმოგიდგენთ საჩხერის მუნიციპალიტეტი, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, საჩხერის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო და სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია. შესანიშნავი შვიდეული კვლავ ეთერშია. 6 კითხვის დასმის შემდეგ რეიტინგი ასეთია. ორღულის საჯარო სკოლის გუნდი ნიკე 2 ქულა. ჭალის საჯარო სკოლის გუნდი ალბატროსი 3 ქულა. ჩიხის საჯარო სკოლის გუნდი მინერვა 4 ქულა. სხვითორის საჯარო სკოლის გუნდი ფრთები 3 ქულა. სარეკის საჯარო სკოლის გუნდი ბორჯღალი 4 ქულა. საირხის საჯარო სკოლის გუნდი ნიკე 2 ქულა. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ პროექტის მხარდამჭერია საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, საჩხერის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი. პროექტი ხორციელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის პატრონაჟით და პროექტის ორგანიზატორია სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია. პროექტში ისმება მეშვიდე ბოლო კითხვა, რომელმაც ალბათ უნდა გადაწყვიტოს დღევანდელ თამაში გამარჯვებული გუნდის ბედი. ყურადღებით, ვკითხულობ განცხადებას გაზეთში. ჯეინ და მაიკლ ბენქსებს სჭირდებათ ყველაზე კარგი ძიძა, ყველაზე პატარა ანაზღაურები თანაც სასწრაფოდ. დაასახელეთ იმის სახელი და გვარი, ვინც გამოეხმაურა ამ განცხადებას. წამზომი ჩაერთო.
კითხვისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. უსმენთ ორღულის საჯარო სკოლის გუნდს ნიკე. კითხვაზე უპასუხებს მეჭავარიანი სალომე. ამ კითხვაზე ვერსია არ გქონდა და დავაფიქსირეთ ვინდეზელი. ვინ არის ეს ვინდეზერი? ფილმიდან მელოდი ძიძა. საინტერესო ვერსია. პასუხი მიღებულია. მოვუსმინოთ ჭალის საჯარო სკოლის გუნდ ალბატროსს. პასუხს გასცემს ნატალია ფურცელაძე. ჩვენ დავაფიქსირეთ ამ კითხვაზე პასუხი არავინ. არავინ? რატომ თქვენი აზრით? ეს ლოგიკურად ვიმსჯელეთ და უბრალოდ დაბალი ანაზღაურება იყო და სასწრაფოდ ჭირდებოდათ მათ ძირი და ლოგიკურად ვიმჯერეთ თუ არავინ არ გამოხმაურა ამას. საკმაოდ საინტერესო პასუხია, მიღებულია. ჩიხის საჯარო სკოლის გუნდი მინერვა. თეკლე ჭიღლაძე უპასუხებს. ჩვენ ზუსტად აღარ გვახსოვდა პასუხი და მერი დავაფიქსირეთ. მერი რომელი ქალაქტიონის? არა. აბა? ჩვენ ქონდა რამდენიმე ვარიანტი. ოპინს. არა. მერი პოპინსი? ვარიანტი ეს იყო მუსიკის ანგების მთავარი პერსონაჟი კაპიტან გრანტის შვილები და მერი პოპინსი და სამწუხაროდ გვარი ზუსტად არ გვახსოვდა და პასუხი მიღებულია. სხვითორის საჯარო სკოლის გუნდი ფრთები. ამ კითხვაზე პასუხს გაგცემს ანა შეღლაშვილი. მაიკლ ბენქსი. ვინ არის მაიკლ ბენქსი? ბაბა. არ ვიცოდი. მაგრამ ესე დავაფიქსირეთ, გადავწყვეტეთ ესე. ვერსია არ მქონია. შეიძლება თავისი ასეთი მოწყობილობები ძალიან რთულია და ძალიან დაფარფაში შეიძლება თვითონ მამა ყოფილიყო. ვარიანტი არ ქონდა. საკმაოდ საინტერესო ვერსია. პასუხი მიღებულია. სარაკის საჯარო სკოლის გუნდი ბორჯღალი. ჩვენ დავწერეთ მერი პოპინს. პასუხი მიღებულია. საერხის საჯარო სკოლის გუნდი ნიკე. ჩვენ სამწუხაროდ პასუხი გადავიფიქსირებია, მაგრამ ეხლა ვფიქრობ მერი პოპინს. ამიტომ ჯობია რომ დააფიქსიროთ ხოლმე. პასუხი მიღებულია. ჯეინ და მაიკლ ბენქსების ძიძა გახდა მერი პოპინსი. დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. გამარჯვებული გამოვავლინეთ. ის გახდა სარაკის საჯარო სკოლის გუნდი ბორჯღალი. შესანიშნავი 7-1 კვირით გემშვიდობებად. მადლობთ ყურადღებისთვის.